სადაც ანდრია პირველწოდებულმა პირველი ქრისტიანული ტაძარი ააგო, დღეს ადგილობრივმა სპეციალური ღონისძიება გაამართეს, რომელშიც ხულოსა და შუახევის ფოლკლორული ანსამბლები მონაწილეობდნენ. ღონისძიებას ადგილობრივ მოსახლეობას, სასულიერო პირები და მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღნიშნული დღესასწაული მეუფე სპირიდონის ლოცვა კურთხევით აჭარის მაღალმთიანეთში მე-7 წელია ტარდება. ხშირად ვერ ვიღებდი მონაწილეობას, ჩემ და სამწუხაროდ, მეორე თუ მესამე არის ჩემი სტუმრობა აი ამ დღეში, რომელსაც დიდაჭარა ქვია, რომელსაც დიდი საქართველო ქვია და უბედნიერესი კაცი ვარ, რომ კიდევ ერთი ლამაზი დასამახსოვრებელი შეხვედრა იყო. სწორედ ამ დღეს და სწორედ ამ კუთხეში, ამ სოფელში პირველად შემოგზავნდა ანდრია პირველწოდებული. სწორედ ამ სოფლის მკვიდრი გახდნენ პირველი ქრისტიანები და ის მადლი, სიყვარული, სიბრძნე და სინათლე ამ სოფლიდან მოეფინა მთელ საქართველოს. აქედან იწყება საქართველოში ქრისტეს ნათლის გამოფწმინდება, როგორც უწმინდესი ბრძანებს, კურთხეულას აჭარა, სადაც პირველად დაემთო ლამპარი ქრისტეს სიყვარულისა და ისა გამანათლებლად სრულიად საქართველოს. გილოცავთ ქრისტე აღსდგა, შეგეწიოთ წმინდა ანდრია მოციქული.